მოგესალმებით პირდაპირ ეთერშია ობიექტივი მე ირმა ინაშვილი გახლავართ დღეს დავით არხანმოურავთან პატრიოტ ალიანსის თავმჯდომარესთან ერთად ვისაუბრებთ როგორც საქართველოს შიდა საკითხებზე რაც თქვენ გაღელვებთ და გაწუხებთ ასევე საერთაშორისო მოვლენებზეც ნიშნულოვანია ბატონო დავით რაც ხდება ახლა ამ წუთებში ერევანში იქ იმართება ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტი ექსპერტები ამას აფასებენ როგორც ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიაში პირველად ტარდება შეკრება, რომელსაც ესწრება ამდენი ლიდერი ევროპული სახელმწიფოების და მსოფლიო ლიდერების. 50-მდე ლიდერი არის ერევანში შეკრებილი. მინდა მოკლე ინფორმაცია მოგაწოდოთ ამ გაერთიანების შესახებ. ეს არის პლატფორმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი, რომელიც მაკრონის ინიციატივით შეიქმნა 2022 წელს. ამ პლატფორმის მიზანია პოლიტიკური დიალოგის წარმოება ევროპული კონტინენტის სახელმწიფოებს შორის, უსაფრთხოების საკითხებს იხილავენ, სტაბილურობის საკითხებს და მე მინდა საუბარი დავიწყო, იცით ბატონ დავით, ერევანში იმართება ეს სამიტი. რა სიგნალია ეს? აი რას გვეუბნება ეს ჩვენ საქართველოს მოსახლეობას და საერთოდ რა ხდება იქ ამ კონტექსტში? ევროპა ფართოვდება, ევროპა შემოდის კავკასიაში, შემოდის ძალიან აქტიურად და სომხეთი ნელ-ნელა ხდება ევროკავშირის აქტიური თანამებრძოლი ევროკავშირის ყველა პროცესის აქტიური თანამონაწილე და სომხეთი უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. აი ეს პროცესი ხდება. ფაქტობრივად ევროკავშირი შემოდის კავკასიაში და რუსეთი მთლიანად კარგავს კავკასიაში თავის გავლენას. სომხეთი გადის, ან უკვე გავიდა რუსეთის გავლენიდან, დიდწილად გავიდა უკვე რუსეთის გავლენიდან და გადადის ევროკავშირის გავლენის ქვეშ, მაქსიმალურად ფართო თანამშრომლობა იწყება სომხეთსა და ევროკავშირს შორის. აი ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა საფრანგეთის პრეზიდენტის კომენტარი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა მან. მაკრონი ბრძანებს, რომ ხავერდოვანი რევოლუციით მოვიდაო ნიკოლ პაშინიანი ხელისუფლებაშიო და ის დისტანცირდა რუსეთისგანო და სწორედ ეს არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც იმართება დღეს სამიტი ერევანშიო. ეს ფაქტის აღიარებაა. ეს არის ფაქტის აღიარება. მეტი არაფერი. ფაქტობრივად ჩვენ უნდა დავინახოთ საქმე რაშია. თვალი უნდა გაუსწოროთ ჩვენ ყველა იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს. რეალურად ხო უნდა გვესმოდეს ეს ყველაფერი. ჩვენ დღემდე სამწუხაროა ეს, რომ ჩვენ დღემდე საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს არ სურს, რომ რაღაცნაირად დაინახოს ის რეალობა, რაც არის. აი არ სურს. სულ მუდმივად ხან ვის შეხვდები, ხან მეგობარს, ხან სადღაც აღმოჩნდები და სულ გეუბნებიან, აი რუსეთი ამას დაუშვებს, აი რუსეთი იმას დაუშვებს, აი ჩვენ რეალობა უნდა დავინახოთ. მე ბევრჯერ მithქვავს და ეხლაც ვიმეორებ. საქართველო საერთოდ არ არის რუსეთის გავლენის ქვეშ. დიდი ხანია აღარ არის რუსეთის გავლენის ქვეშ. ყველაფერი ტყუილია, რომ რუსეთი აქ რაღაც აქტიურად მონაწილეობს, ან აქტიურ პოლიტიკაშია, რასაც ჩვენ იქ სააკაშვილის მომხრეები გვეუბნებიან, ეს ყველაფერი სიცრუეა. რუსეთი კავკასიაში პრაქტიკულად აღარ არის. ის აღარ არის საქართველოში არანაირად გარკვეული ეკონომიკური ურთიერთობა. სომხეთში ყავს საჯარისო ნაწილები გასაგებია, მაგრამ რეალურად არც იქ არ არის. აზერბაიჯანში მსოფლიოში ყველგან კარგავს გავლენას. მაგალითად, აი მალის მოვლენებსაც რომ შევეხოთ, იქაც ჩანს როგორ კარგავს რუსეთი პოზიციებს. კი ბატონო, მალისაც შევეხოთ. თითქოს სამხრეთ კავკასია და სად მალი, მაგრამ აი რუსული პოზიციების დაკარგვის მაგალითია, ხო ესეც? კი ბატონო, გინდათ ჯერ მალიზეც ვთქვათ და მე მოდით ჯერ ეს ერევანი და სამხრეთ კავკასია მოვწუროთ და მე გადავიდეთ. უბრალოდ რომ არ დაგვავიწყდეს ეს თემაც. იცი რა,
დასავლეთ აფრიკაში არის ესეთი ქვეყანა, ქვია მალი. სხვათა შორის ძალიან ბევრი ესე იგი ვთქვათ ასე, დასავლეთ აფრიკაში არის ქვეყანა მალი, უამრავი მეზობელი ყავს მას, აი ბურკინა ფასო, ალჟირი, მავრიტანია, ეს მეზობლებია მალისი. 9 სახელმწიფო ენაა, ესე იგი ბევრი სხვადასხვა ხალხი ცხოვრობს და ძალიან დიდი საბადოებია ოქროსი. ერთ-ერთი ყველაზე, ძალიან დიდი. რუსეთი იყო ამ ქვეყანაში უბრალოდ კი არ იყო წარმოდგენილი, მთავარი მხარდამჭერი იყო ხელისუფლებისა და ფაქტიურად ხელისუფლების ძალაუფლება რუსეთს ეყრდნობოდა მალიში. ეხლა ამბოხებულები არიან ეს სხვადასხვა ერები, 9 სახელმწიფო ენაა ვიმეორებ და შეუტიეს ცენტრალურ ხელისუფლებას და ძალიან აქტიური საომარი მოქმედებები მიდის და რუსეთი კარგავს ყველა პოზიციას იქ პრაქტიკულად ცენტრალური ხელისუფლება ჯერ არ დამარცხებულა, მაგრამ ძალიან შევიწროებულია, სავარაუდოდ დამარცხდება და რუსეთი იქიდანაც წავა. ეს პროცესები გავს იმ პროცესებს, რაც სირიაში იყო თავის დროზე, სადაც რუსეთი აქტიურად იყო წარმოდგენილი, ფაქტიურად აკონტროლებდა სირიას, მაგრამ იქაც ამბოხებულებმა ბაშარ ალ-ასადი ბოლო-ბოლო გაიქცა რუსეთში და თვითონ რუსეთი გავიდა სირიიდან. მალიდანაც სავარაუდოდ რუსეთი უახლოეს პერიოდში გავა. ანალოგიური ვითარება იყო ვენესუელაში, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ასევე კუბას ძალიან მხარს უჭერდა და იქაც მარცხია და ერევანი. ეს უნდა დავინახოთ ყველაფერი ერთნაირ კონტექსტში, რა ხდება. ყველგან საერთაშორისო პოზიციებს რუსეთი კარგავს. მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ერევანზე, დიდი განსხვავებაა ეს პირდაპირ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეა. აქ უკრაინაში მიდის ომი, ეს ომი ამომს რა თქმა უნდა უკრაინა ვერ იგებს, ვერც მოიგებს, ეხლა დღეს უკრაინა 30 მილიონიანი ქვეყანაა და ძალიან ძნელია რომ 155 მილიონიანი ქვეყანას და შეერაღებითად აჯერ ნაკლებია, თუმცა იქ მთელი მსოფლიო ეომება რუსეთს, მაგრამ ადგილზე ერთ ადგილს ტკეპნიან ეხლა. თუმცა 22% რუსეთმა უკრაინის წაიღო. მაგრამ შეძლებს რომ მეტის წაღებას ჯერჯერობით ერთ ადგილზე დგას ყველაფერი. ამავდროულად კავკასიაში პროცესები ვითარდება ისე რომ სომხეთი ფაქტიურად გადის რუსეთის გავლენიდან, უკვე გავიდა. კი, სამხედროები რუსი არიან სომხეთის ტერიტორიაზე, იქ არის ბაზები და არც გავა, რუსეთმა თქვა რომ არ გავიყვან ამ ბაზებს და ამ ეტაპზე ევროპა არც ითხოვს და ამერიკა ამ ბაზების გაყვანას. აქაც ხო თავის ტაქტიკაა, მაგრამ პოლიტიკური კუთხით ფაქტობრივად სომხეთი სრულ პოლიტიკურ თანამშრომლობაშია ევროპასთან დღეს და ის სამიტი, რომელიც იქ ტარდება, მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკურად სომხეთი მთლიანად გადადის ევროპის გავლენის ქვეშ და შედის ერწყმება ევროპას პოლიტიკურად. ეხლა სომხეთს სურს რომ ეკონომიკურადაც აქტიურად ინტეგრირებული იქნას ევროპაში და ევროპა გაუხსნის ყველა გზას და სავარაუდოდ ეს ინტეგრაციაც იქნება. ანუ პოლიტიკური და ეკონომიკური კუთხით, სოციალური კუთხით სრულ ინტეგრაციაზე მიდის საუბარი და ეს გამოიწვევს იმას, რომ DSTS, ანუ DSTS არის ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთის წესებით არიან ქვეყნები გაერთიანებული, აი ამ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში ან გავა სომხეთი, ან ყოველ შემთხვევაში პრაქტიკულად ვეღარ ითანამშრომლებს. სომხეთი იყო სამხედრო კუთხითაც ODKB, ეს არის რუსეთის ორგანიზაცია, ნატოს მსგავსი, სადაც სომხეთმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა. აი ეს პროცესი მიდის. ანუ სომხეთი ეცლება ხელიდან, არა მარტო სომხეთი, აზერბაიჯანიც. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი. იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ რა მრავალპოლუსიან პოლიტიკას აწარმოებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი. და ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ აზერბაიჯანზე რუსული გავლენა დომინირებს შესამჩნევად. მარტივი რამე შეგვიძლია ვთქვათ, რუსეთს აქვს სამხედრო ორგანიზაცია. ქვია ODKB, ამ ორგანიზაციაში შედიოდა სომხეთიც, ბელორუსიც, რუსეთიც, ყაზახეთიც, თავის დროზე უკრაინაც შედიოდა, ეხლა უკრაინას და რუსეთს შორის ომია. ამ ორგანიზაციაში ფაქტიურად შეაჩერა თავისი მონაწილეობა და თანამშრომლობა სომხეთმა. ანუ სამხედრო კუთხით რუსეთი და სომხეთი აღარ თანამშრომლობენ და სომხეთი სავარაუდოდ დაიწყებს ლტოლვას ნატოსკენ, თუმცა ვერ გაწევრიანდება. მეორე, ეკონომიკური კუთხით.
რუსეთი და სომხეთი ძალიან ღრმა ეკონომიკური თანამშრომლობის რეჟიმში არიან, საერთო საბაჟო წესები აქვთ და ეკონომიკური გაერთიანება, რომელშიც შედის სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსია, მთელი ამ გაერთიანების ბრუნვის 0.18%-ს ფულად რუსეთი ჩუქნის სომხეთს, სავარაუდოდ აქაც შეიქმნება რაღაცა პრობლემები, მაგრამ ეკონომიკური თანამშრომლობაც დაირღვევა რუსეთს და სომხეთს შორის, იმიტომ რომ რუსეთი იწყებს ეკონომიკური თანამშრომლობა სომხეთს და რუსეთს შორის დაირღვევა, იმიტომ რომ სომხეთი იწყებს ინტეგრირებას ევროკავშირისკენ. ანუ ეკონომიკაშიც მოხდება რღვევა. სოციალური კუთხითაც გადაბმულები არიან, მაგრამ სომხეთი ცდილობს, რომ სოციალური კუთხითაც ევროპაში წავიდეს. ანუ სამიტი, რომელიც ერევანშია, მაჩვენებელია იმისა, რომ სომხეთი პოლიტიკურად სრულად იწყებს ინტეგრირებას ევროკავშირთან და რუსეთს თლიანად უკვე გამოეთიშა ფაქტობრივად. სამხედრო კუთხით გამოთიშულია რუსეთს მიუხედავად იმისა, რომ რუსული ბაზები იქ არის და იწყებს მოძრაობას ევროპისკენ. ეკონომიკური კუთხით იწყებს ინტეგრირებას ევროპასთან და ალბათ დაირღვევა რუსულ-სომხური ეკონომიკური ურთიერთობა და სოციალური კუთხითაც იწყებს ევროკავშირისკენ ინტეგრირებას და აი ეს სამიტი, რომელიც იქ არის, ამის მაჩვენებელია. რუსეთმა დაკარგა პრაქტიკულად სომხეთი. ისევე როგორც რუსეთს სრულად ყავს დაკარგული საქართველო და ფიქრი იმაზე, რომ რაღაც გავლენები აქვს, ტყუილია, საერთოდ ტყუილია ის პროპაგანდა, რომელსაც სააკაშვილის ხარდამჭერები აწარმოებენ. მე გეუბნებით, რუსეთი საქართველოში არ არის პოლიტიკურად ნულოვანი გავლენა აქვს. საერთოდ არც ცდილობს, რომ რამე გავლენა ქონდეს საქართველოზე რუსეთს. ეკონომიკური ურთიერთობა მინიმალურია, შეიძლება 10-ჯერ მეტი იყოს, მაგრამ მინიმალურია. სამხედრო არანაირი ურთიერთობა, თანამშრომლობა საერთოდ არა აქვს. ნუ კი ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, მაგრამ სამხედრო ურთიერთობა არ არის ამ ეტაპზე. შესამჩნევად აძლიერებს რუსეთის სოხუმს და ცხინვალს, რასაც არ აკეთებდა ამ რამდენიმე წლის წინ. მიდის ღრმა ინტეგრაცია ეკონომიკური, სოციალური და ასე შემდეგ. ანალოგიურად აზერბაიჯანსაც მოწყვეტილია, ანუ რუსეთის ყოფნა კავკასიაში არის მინიმუმამდე დაყვანილი და არც აპირებს, ძალა არა აქვს უბრალოდ რუსეთს, რომ ამ კუთხით რაიმე გააკეთოს. ეს ფაქტის კონსტანტაციაა, ჩვენ არც რუსეთის ხარეს ვიჭერთ ახლა, არც ევროპის ხარეს და არც ამერიკის. ფაქტს ვამბობთ, რომ აი ეს ვითარება არის ფაქტობრივად. არადა არსებობდა აი ესეთი მოსაზრება, ძალიან მკაფიო მოსაზრება, რომ რუსეთი არანაირად და არასდროს არ დათმობს თავის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში. მას ამბობს ის ხალხი, ვისაც არ ესმის, არც ის რას ნიშნავს ინტერესები და არ ესმის, არც ის რა მდგომარეობაა. ხშირად ამბობენ ხალხი, რომ რუსეთი დასთმობს, რუსეთმა უკვე დასთმო. მათ არ ესმით, აი რას ნიშნავს დასთმობს? რა იგულისხმება ამაში ეს სიტყვები ესმის ხალხს? სამხედრო კუთხით დიდი ხანია დათმობილია, მარტო სოხუმში და ცხინვალშია მის სამხედრო შენაერთები, არის სომხეთში. აზერბაიჯანში არ არის, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე არ არის. პოლიტიკური კუთხით საერთოდ არ არიან აქ, აი საერთოდ პოლიტიკური ურთიერთობა ნულის დონეზეა საქართველოს რუსეთს შორის. აზერბაიჯანთან არის პოლიტიკური ურთიერთობები მხოლოდ პრეზიდენტების დონეზე, სხვა არც ერთი სტრუქტურა არ არის ჩართული. სომხეთმა პრაქტიკულად გაწყვეტა პოლიტიკური ურთიერთობები, ნულოვან დონეზეა დაყვანილი. მით უმეტეს თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ ძალიან დაიძაბა ეს. ეკონომიკის თვალსაზრისით მინიმუმამდეა დაყვანილი რუსულ-ქართული ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ცუდია, იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია იქ დიდი პოტენციალია, მაგრამ მინიმუმამდეა დაყვანილი. სომხეთთან არის, უკვე ვთქვი, მთლიანი ბრუნვის 0.18%-ს ჩუქნის რუსეთი, მაგრამ სომხეთი მზადა ეს გაწყვიტოს, იმიტომ რომ ევროპა პირდება უფრო მეც. სოციალური კუთხით ახლა სომხეთს და რუსეთს შორის არის ურთიერთობა, საქართველოს ბევრად მოწყვეტილია რუსეთს, პრაქტიკულად ამ სფეროდანაც ჩვენ გამოსულები ვართ, აზერბაიჯანის მოწყვეტილია ნაწილობრივ, ასე რომ მინიმუმის მინიმუმამდეა დაყვანილი რუსული გავლენები კავკასიაში. რუსეთი პრაქტიკულად აღარ არის აქ, ეს არის რეალობა, რომელიც უნდა დავინახოთ და იმიტომ უნდა დავინახოთ, რომ ასია. ამას იმიტომ არ ვამბობთ, რომ ან ევროპის ხარეს ვართ, ან ამერიკის, ან რუსეთის ნეიტრალური პოზიცია რომ შევინარჩუნოთ, ნეიტრალურად რომ შევხედოთ პროცესებს, აი ეს არის ის რეალობა, რაც არის.
მინდა ერთ საკითხს შევეხო, რაც ვფიქრობ ტელემაყურებელს ასევე აინტერესებს. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების ამ სამიტის მთავარი თემა, როგორც უკვე ვთქვი, ეს არის უსაფრთხოების საკითხები, ეს არის მშვიდობის უზრუნველყოფა კონტინენტზე, ლიდერებს შორის დიალოგი სწორედ ამ თემებზე, მშვიდობის უზრუნველყოფის საკითხებზე და აი ეს მშვიდობის თემა ქართული ოცნების მხრიდან ყოველთვის იყო რაღაცნაირად როგორც სავიზიტო ბარათი ისე წამოწეული, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით და რაღაცა მანიპულაციურსაც დაემსგავსა რა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და ეხლა გავიგეთ რომ არის მშვიდობა, მაგრამ როდესაც გაიხედავ ჩვენ სამეზობლოში, იქაც შეძლეს ხო მშვიდობის უზრუნველყოფა და უფრო მეტადაც კი, იმიტომ რომ ესეთი რთული კრიზისი მოაგვარეს ყარაბაღის კრიზისი და დაამყარეს მშვიდობა. ხო სწორია? ანუ მარტო ჩვენთან არ ყოფილა უზრუნველყოფილი მშვიდობა. ზოგადად ქართულ ოცნებას ახასიათებს რაღაცაზე ძალიან დიდი ხანის საუბარი, რომ თავისი აი ქულა დაიწეროს. როცა ქართულ ოცნებას უნდა რომ რაღაცა ქულა დაიწეროს დადებითი, ის იღებს რაღაც მოვლენას და დაუსრულებლად წლები ლაპარაკობს მასზე. ნამდვილად იყო პერიოდი, ეს პერიოდი იყო პრაქტიკულად 4 წლის წინ და გრძელდებოდა დაახლოებით 6-8 თვე, როდესაც დაიწყო რუსულ-უკრაინული ომი და მაშინ ნამდვილად უკრაინა ცდილობდა და არა მარტო უკრაინა, სხვადასხვა ძალები, მათ შორის დასავლური ძალები ცდილობდნენ საქართველოს ჩათრევას ამ ომში. არა მარტო საქართველოს ჩათრევას ცდილობდნენ, მოლდოვას ჩათრევასაც ცდილობდნენ ამ ომში, დნესტრისპირეთში უკრაინამ სამხედრო ოპერაციაც კი ჩაატარა, მაგრამ ვერც მოლდოვა ვერ ჩაითრიეს და ვერც საქართველო ვერ ჩაითრიეს. ამას დაჭირდა ძალიან ბევრი შრომა. ეს შრომა არა მარტო ქართულმა ოცნებამ გასწია, ჩვენც გავწიეთ, ჩვენ მაშინ რუსეთში ჩასვლამაც მოგვიწია და უფრო მეტი ვიშროვეთ კიდევ ვიდრე ქართულმა ოცნებამ. და ის 6-8 თვე გაიარა ქვეყანამ და აი ამ ჩათრევას ამ ომში გადაურჩა. ეს რეალობა იყო, ამაზე პირდაპირ ღიად საუბრობდნენ უკრაინის პრეზიდენტის პირველი მხარდამჭერები, უახლოესი გარემოცვა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ღიად საუბრობდა, მისი უახლოესი გარემოცვა საუბრობდა ამაზე ღიად. გავიარეთ ეს პერიოდი, მადლობა ღმერთს, რომ ისე გავიარეთ, რომ არაფერში არ აღმოჩნდით ჩათრეულები. ეხლა ამის მერე გავიდა 3 წელი თუ 4 და დაუსრულებლად ქართული ოცნება გვიყვება, რომ აი იქ ჩვენ კი ბატონო ქართულმა ოცნებამაც იშრომა, რომ ამ ომში არ აღმოჩენილიყავით ჩათრეულები. მაგრამ იგივე შრომა გაიარა მოლდოვამაც, იგივე შრომა გაიარა სხვათა შორის აზერბაიჯანმაც, სომხეთმა ნაკლებად, მაგრამ გადავრჩით, მორჩა. ახლა დაუსრულებლად ამაზე ლაპარაკი ჩემი აზრით აღარ მოაქვს, ამას არავითარი ქულები. ერევანში მიმდინარე სამიტზე განცხადება გააკეთა კაია კალასმა, რომელიც არის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასე ვთქვათ. ფაქტიურად მთელი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. და მან საქართველოსზეც ისაუბრა. საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში დრო დაუთმო საქართველოსაც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში მთავრობა არ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს აახლოებს ევროპაში, პირიქით, დაშორდა დემოკრატია, ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა კაია კალასმა და პლუს თქვა, რომ სერიოზულად აფერხებს ევროკავშირის დახმარების უზრუნველყოფა საქართველოსადმი. საქართველო რეალურად დღეს არ თანამშრომლობს არავისთან. საქართველო დღეს არ თანამშრომლობს არც ევროპასთან, მინიმუმამდეა დაყვანილი თანამშრომლობას და ევროინტეგრაციის პროცესებიც. საქართველო დღეს არ თანამშრომლობს არც რუსეთთან, მინიმუმამდეა დაყვანილი რუსეთთან ურთიერთობა. საქართველო რეალურად არც კავკასიის რესპუბლიკებთანაც, სხვათა შორის არ თანამშრომლობს რეალურად.
აზერბაიჯანთან საქართველოს ურთიერთობები მხოლოდ იმ სტრატეგიულ სავაჭრო საკითხებს ეხება, ეკონომიკურ საკითხებს, რაც გაკვალულია არა ამ ხელისუფლების მიერ. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდანაა შაჰდენიცის და ჯეიხანის მაგალითად. ეხლა აზერბაიჯანი ყველაზე ძლიერი ეკონომიკაა კავკასიაში და მას გაუჩნდა ინტერესები და ამიტომ ამ ინტერესების ფარგლებში კიდე რაღაც ხდება. თუმცა ამ ხელისუფლებამ აზერბაიჯანს ცალსახად დაუთმო დავით გარეჯი და იტყუება რომ არა, ეს კიდე ცალკე თემაა და რეალურად საქართველო ფაქტიურად იზოლაციონისტურ თვითიზოლაციის პოლიტიკას ეწევა. რომელსაც რაღაც ისე ეს პოლიტიკა შეფარვით ნეიტრალიტეტს უწოდებს, რომ ეს არ არის ნეიტრალიტეტი არის შვეიცარია, რომელიც ნეიტრალურია ყველა თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისითაც ნეიტრალურია, ეკონომიკურითაც და სამხედრო თვალსაზრისითაც და სოციალურითაც და ამ დროს ძალიან ღრმა ინტეგრაცია აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამხედრო თვალსაზრისით. აი ამას ახერხებს ღრმა ინტეგრაცია და სრული დამოუკიდებლობა. ეს არის რეალური ნეიტრალიტეტი და მსგავსი არაფერი არ ხდება აქ, არანაირი მსგავსება არ არის. ასე რომ საქართველო ეწევა თვითიზოლაციას და ეს არ მოწონს არც ქართულ ხალხს, არც არავის და კობახიძის გუნდი მუდმივად გვეუბნება, რომ თურმე ეს არის ქართული ხალხის არჩევანი. ის რაც ხდება საქართველოში, ეს არის სწორედ ამ გუნდის, ამ ყველანაირად წარუმატებელი გუნდის პოლიტიკა, რომელმაც ერთადერთი რაც მოახერხა კობახიძის გუნდმა, რომ თელ სოფლიოსთან დაპირისპირებაში შევიდა. ქვეყნის შიგნით აბსოლუტურად ყველასთან დაპირისპირებაშია, ქვეყნის გარეთ აბსოლუტურად ყველასთან დაპირისპირებაშია. აი პატარა ბავშვები რო თამაშობენ სათამაშოებით. აი ესე ბატონ კობახიძის გონია, რომ მას შეუძლია ამ ქვეყანაში აი ეს რაღაცა პაიკებივით იქ შექმნის რაღაცა პაჭაპუჭა პარტიებს. ამ პაჭაპუჭა პარტიებს გადაადგილებს, იქ მისცემს რაღაცა შექმნის ნეიტრალურ საქართველოს, რომელშიც 5 კაცია და გაუშვებს და ზუგდიდში 20 კაცს შეახვედრებს და ბატონ კობახიძეს ეს უხარია და გონია, რომ ის დიდ პოლიტიკას ქმნის. აბსოლუტურად ყველასთან დაპირისპირებულია. ანალოგიურად სხვა პარტიებთანაც ასეთივე ვითარება, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ყველასთან დაპირისპირებაა. სიკეთე 0. ხალხის სიძულვილი მაქსიმუმამდე მიყვანილი. შედეგი დადებითი 0, სიძულვილი საზოგადოებაში მაქსიმუმამდე აყვანილი, რა არის კარგი მე არ ვიცი. საქართველოს შიდა საკითხებზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ და ამ დღეებში აქტუალური იყო ისევ და ისევ ფასების საკითხი. ტელემაყურებელს კარგად მოეხსენება, რომ იმუშავა პარლამენტის ფასების კომისიამ, რომელსაც თითქოს უნდა გამოეწვია შემდგომ ეტაპზე ფასების შემცირება. ჩვენ ვნახეთ უკუ შედეგი, ფასები იზრდება. დღეს სხვა შორის გავრცელდა მონაცემები და მე მოგვიანებით წავიკითხავ, რამდენი პროცენტით გაიზარდა აპრილის თვეში ფასი თევზზე, პურზე, საწვავზე, ელექტროენერგიაზე. შესამჩნევად არის გაზრდილი ეს ფასები და ესეა ყველა მიმართულებით. და წეგან თქვენ რო ბრძანეთ, რომ აი როგორც პაიკებს ისე ეთამაშება კობახიძის გუნდი სახელმწიფოს და ქართულ ხალხს, აი ამ თამაშის მაგალითია თუნდაც საუბარი იმაზე, რომ მოდით პოლიეთილენის პლასმასის ბოთლები აღარ გვინდა. და მე რაღაცას მოდით აღარ გვინდა მანქანების შემოყვანა. ჩვენ დავინახეთ, რომ თავად ბატონი კობახიძე ეს არის უკიდურესად უცოდინარი კაცი. ის რომ ადამიანი გერმანულად საუბრობს და ის რომ მან გერმანიაში ისწავლა, არ ნიშნავს რომ არის მცოდნე. შესაძლოა იურისპრუდენცია იცის კობახიძემ, გარკვეულ დონეზე ისიც, იმ დონეზე, რომ ყველანაირი უკანონო კანონები დააკანონა. აი ყველანაირი უკანონობა დააკანონა. იმ დონეზე იცის იურისპრუდენცია, რომ დასმენების შესახებ კანონი, რომელიც საბჭოთა კავშირში 70-იან წლებში გაუქმდა, აღორძინა და ხელახლა აღადგინა. აი ამ დონეზე იცის. იმ დონეზე იცის, რომ ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები, როგორიც არის მაგალითად პროტესტები, მთლიანად დააკანონა ამის აკრძალვები. იმ დონეზე, რომ სიტყვების თქმას გვიგრძალავენ, სიტყვა ოლიგარქი არ შეიძლება თქვა, სიტყვა გაყალბდა არჩევნები არ შეიძლება თქვა, სიტყვა არალეგიტიმურია მთავრობა არ შეიძლება თქვა. ეს ყველაფერი ამის დაკანონება არის უკანონობა. აი ამ დონეზე იცის.
ეკონომიკის საერთოდ წარმოდგენა არა აქვს ამ კაცს. აი საერთოდ არ იცის რა არის ეკონომიკა. მან არ იცის, მუდმივად ხმარობს ტერმინებს. იქ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთსულ მოსახლეს არ ესმის ამ ტერმინების მნიშვნელობა, არ ესმის საერთოდ ეკონომიკა. ლაპარაკობს რომ ეს არის $11,000 არ ესმის რომ ეს არ ნიშნავს შემოსავალს. ჩვენ დავინახეთ დღეს კაფიოდ რომ ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ 24,000 კაცს, ეს არის 0.7% ჩვენი მოსახლეობისა, ამათივე მონაცემებით აქვს სერიოზულად მაღალი ხელფასები, მაღალი შემოსავლები, ეს არიან ძალიან უკიდეგანო დიდარი ხალხი. მოსახლეობის 99.3% არის უკიდეგანო სიღატაკეში, სიღარიბეში, საშუალო შემოსავალი, ზოგს ხელფასი აქვს, ზოგს პენსია აქვს, ზოგს რა, არ აღემატება 800-900 ლარს თვეში. აღარ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ლტოლვილების დახმარება საერთოდ 45 ლარია. ბავშვები თავიანთივე მონაცემებით 350,000-ზე მეტი ადამიანი თვითონ ამბობენ ჯერ ეგერთი სიღარიბის ზღვარს მიღმა, რეალურად მე გეუბნებით რომ ორჯერ მეტია სიღარიბის ზღვარს მიღმა ხალხი. ბავშვები 300,000-ზე, 350,000-ზე მეტი ბავშვი იღებს სახელმწიფო დახმარებას, ან ითხოვს, ან იღებს. უკიდურესად მძიმე ვითარება, ეკონომიკის განვითარება არ ხდება არც ერთი მიმართულებით. საერთოდ წინადადებაც კი არ გაგვიგია ან წვრილი ბიზნესის განვითარებაზე და არანაირი ქმედებები ხო არ ყოფილა ან საშუალო ბიზნესზე. არ არის ცოდნა, ნულოვანი ცოდნა. ახლა დაიწყეს ვითომ რაღაც მაღაზიებზე ლაპარაკი და 3 თვე არ ყვევენ მაღაზიების თემას, რატომ ხდება, რაც ხდება. რა არის გასარკვევი? ძალიან მარტივია ყველაფერი. მაღაზიების ქსელები ეს არის დიდი მაფია. უზარმაზარი მაფია, რომელშიც თქვენ ვერ შეიტანთ ვერაფერს. თქვენ სახში საუკეთესო ღვინოც რო დაამზადოთ, თქვენი მაღაზიების ქსელში მას ვერ შეიტანთ. კარაქიო, თქვენ რო ჩამოიტანოთ ახალი ზელანდიიდან საუკეთესო კარაქი, უფრო იაფაში ვიდრე სხვასა აქვს, თქვენ ამ კარაქს მაღაზიაში ვერ შეიტანთ. ეს არის მაფია, მაღაზიებში ზიან ვიღაც მაფიოზი მენეჯერები, რომლებიც წყვეტენ, შენ შეიტან თუ არა, რამდენს მისცემ კეშბექს, კორუფცია ღია. რამდენ ფულს დაუბრუნებ, უბრალოდ ოფიციალურად უხდი ამ კორუფციის თანხას. აბა რამდენ კეშბექს, კეშბექი რა არის, რას დაუბრუნებ უკან? შეგატანიებ და ვერ შეიტან, იმიტომ რომ დიდ მწარმოებლებმა ან დიდმა შემომტანებმა უკვე შეიტანეს. დიდ ქრთამს, რომელსაც კეშბექი ხდია ქვია, უკვე იხდიან, დიდ ქრთამს, რომელსაც კეშბექი ჰქვია, უკვე იხდიან და შენ ვერავინ ვერაფერს ვერსად ვერ შეგატანიებს და ამიტომ ქართველ კაცს აღარაფრის წარმოება აღარ სურს. მარტივად რომ თქვათ, აი რომ არ იყოს ეს კეშბექი, ანუ ესეთი დიდი თანხა გადასახდელა პლუს ფასნამატიც გონივრულ ფარგლებში რო იყოს. კანონმა უნდა სულ ორი რამ დაადგინოს. აი ამ კომისიამ ამდენი თვეა, 4 თვეა მე მგონი, ეს ვერ გაიგო, პრიმიტიული რაღაცაა, სულ ორი პუნქტია კანონში შესატანი. პირველი, ნებისმიერ ადამიანს და ნებისმიერ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს საქონლის შეტანა ნებისმიერ მაღაზიაში გარკვეული პირობებით და ეს პირობები უნდა იყოს საჯარო. აი სახელმწიფომ უნდა დაადგინოს საჯარო პირობები, თუ ამ პირობებს ვაკმაყოფილებ, ჩემი პროდუქცია უნდა შეიტანოს სავალდებულოდ მაღაზიამ. ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ უნდა გამიწიოს. აქ ქვეპუნქტია. მენეჯერებს არ უნდა ქონდეთ უფლება, რომ ჩემი საქონელი ცუდ ადგილას დადონ, საწყობიდან არ მოიტანონ, ეს კონტროლის ქვეშ უნდა იყოს. მეორე, ფასნამატი, ყველანაირი კეშბეკიან, არა კეშბეკიან, ფოკუსებიანად, ფასნამატი არ უნდა იყოს 25-30%-ზე მეტი. მორჩა, ეს ორი რაღაც უნდა გაიწეროს და ყველაფერი დალაგდება. 4 თვეს ვერ გაიგეს? გაიგეს, ჩვენ ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ. არაფრის ამის გამკეთებლები არ არიან, მასკარადია. კობახიძე არის ადამიანი მასკარადი. ქმნის მასკარადს, ანგრევს, აფუჭებს ყველაფერს და ლაპარაკობს, რომ რაღაც გააკეთა და ყველამ დაინახა ეს ყველაფერი. ეს არის უკიდურესად, უკიდეგანოდ უცოდინარი კაცი, არანაირი წარმოდგენა არ აქვს არც ეკონომიკაზე, არც სოციალურ სფეროზე. ამიტომ არის რაღაც სისულელეებს რო ლაპარაკობს. ახლა მორიგი ახალი სისულელეები ფასებთან. და მე ამას ტელეკომპანია იმედი, რუსთავიორი უჭერენ მხარს. ფასები საქართველოში ზოგ შემთხვევაში უფრო მაღალია ვიდრე ევროკავშირში. ფასები ზედზე, ფასები კარაქზე, ფასები მაკარონზე მაგალითად, ფასები ხორცზე მათ შორის, სხვათა შორის.
არის ან მაღალი, ან დაახლოებით იგივე დონის, რაც ევროპაში. იშვიათ შემთხვევაში უფრო დაბალი და ეს ფასების სიმცირე 10-15%-ის ფარგლებშია, მეტი კი არა. აი ახლა ვაშლი, სხვათა შორის, ქალაქ პარიზშიც არის, აი თვითონ ქალაქ პარიზში არის ბაზრობები, სადაც გარშემო მცხოვრებს, პარიზის შემოგარენში მცხოვრებ გლეხს ჩამოაქვს პროდუქცია. და შეაქვს ამ ბაზრობებზე უფასოდ ყოველ შაბათ-კვირას მუშაობენ, მის სამართი შემიძლია გითხრათ, აი ლევალუა პერეში არის ეგეთი ბაზარი მაგალითად, რო არავის ეჭვი არ შეეპარო, სადაც ვაშლი 50 ევროცენტი ღირს. მაგალითად შაბათ-კვირას. რაზეც აქ გვიყვებიან ესენი, რომ თურმე ვაშლი იქ უფრო ძვირია, აქ ბევრად და თანაც იმას ხო არ გვეუბნებიან, რომ ხელფასი მინიმუმ 2400 ევროა იქ. და შენთან აქ 2400 ლარიაო საშუალო ხელფასიო, აი ახლა კადრში ჩანს პროპაგანდა, რასაც ეწევა ქართული ოცნება სახელისუფლებო არხების საშუალებით, ანუ გაავრცელეს ეგრეთ წოდებული ბანერები, რა ფასებია საქართველოში, აი ზედზე მაგალითად, და საფრანგეთი, გერმანიას ადარებენ და ეს ისეთი უხერხული შედარებაა სინამდვილეში, იმიტომ რომ აქ საუბარია იმაზე, იქ რა ხელფასებია, იქ რა პენსია. აქ რო ამბობენ, რომ ხელფასი არისო, ჯერ ერთი 2400 ლარი გახადეს, ეს უკვე ტყუილია, მაგრამ იყოს 2400 ლარი. რამდენ კაცაა აქ ეს ხელფასი? რო გაყო დანარჩენ მოსახლეობაზე, რომელსაც პენსია აქვს, რომელსაც დახმარება აქვს, გამოვა რომ 800-900 ლარის ფარგლებშია საშუალო შემოსავალი 99.3%-ის. ანუ საშუალოდ ვიღაცას 2400 ლარი აქვს და ვიღაცას 45. საშუალოდ ეს იქნება 99.3% საშუალოდ აქვს 800-900 ლარი, თქვა 900 ლარი. იქ ევროპაში 2400 ევრო. განსხვავება არის? ფასები ან ერთნაირია, ან ჩვენთან უფრო მეტია, ზოგიერთ პროდუქტზე 10-15%-ით ჩვენთან ნაკლებია. ანუ დაახლოებით ერთი დონეა ფასების და ხელფასი სად 2400 ევრო და სად 900 ლარი. საშუალო შემოსავალი ჩვენთან ხელ. დააკვირდით ამას ყველაფერს. მორიგი ტყუილის პროპაგანდა, მორიგი უცოდინრობა, უვიცობა და ხალხის მოტყუება. მე ეტყობა მიხვდნენ, რომ ცოტა არ იყოს უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი აი ასეთი ბანერების გავრცელების შემდგომ და უკვე ერთ-ერთ სახელისუფლებო არხზე გამოსვლისას ისევ ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ აი ჩვენთანო არისო 350,000 ადამიანიო სიღარიბის ზღვარს ქვემოთო, ანუ უჭირსო ხალხსო, რომ პროდუქტები შეიძინოსო და აქ ერთი კითხვა ჩნდება, ხო? ჯერ ერთი 350,000, რაც მან თქვა უბრალოდ, თორემ რამდენჯერმე მეტი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ყოფი ადამიანების რაოდენობა საქართველოში. აი თუ 350 შენი თქმით, კობახიძის გაანგარიშებით, ღარიბი, ღატაკი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ კიდე მყოფი ადამიანი ყავს. რას აკეთებს მაშინ შენი მთავრობა? რა საქმიანობას ეწევა ამ ადამიანების სასიკეთოდ? იმას რომ ხელფასი იზრდით, იმას რომ სახელმწიფო მოხელეების პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასი, ამისი რეზერვი ხო ნახეს, რომ 16000 ლარამდე გაიზარდეს ხელფასი. 400,000 ლარს იხდიან რაღაცა ბანკეტში და სუპერში და წვეულებებში. და ეს არ არის ხალხი, რომელიც ადამიანები, ეს მთავრობა, რომელიც ხალხზე იზრუნებს. ეს არ არის მთავრობა, რომელიც იზრუნებს ხალხზე. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ. ჩვენ ვართ საერთოდ ყველანაირი კონსტიტუცია დარღვეულია, ეს გვესმის ჩვენ. დღევანდელი რეალობა არის ის, რომ ქვეყანაში ყველაზე გავლენიანი პირი, რომელიც მართავს ქვეყანას, არის ბიძინა ივანიშვილი. ეს დღეს რეალობაა და ჩვენ ეს ნათლად ვიხილეთ თუნდაც ალიევის ვიზიტის დროს. მორიგჯერ. და ხალხს რაღაც პატევი ხო უნდა სცეს ამ ივანიშვილს. ხალხს არ უნდა ეს კობახიძე. არ უნდა ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დაანგრია, ყველაფერი გააფუჭა, ყველასთან ტრობა დათესა, ყველასთან დააპირისპირა, საქართველოს გადაამტერა მთელ სოფლიოს, ქვეყნის შიგნითაც სრული მტრობაა და თან ეს არის ადამიანი, რომელსაც საერთოდ არაფერი არ იცის. დავინახეთ, რომ აბსოლუტური უვიცია ეკონომიკაში, საერთოდ არც პოლიტიკაში ხო არ ვარგა, მტრობის მეტი არაფერი, ეკონომიკა არ იცის. სოციალურ საკითხებში ვერ ერკვევა. მარტო იღებს და აკანონებს უკანონობებს. მეტი ამ კაცს არაფერი არ შეუძლია.
საყოველთაო სიძულვილის ობიექტია. მოაცილეთ ეს კაცი, კაცო, წაიყვანეთ. თქვენს დაისვენეთ, ჩვენს დაგვასვენეთ. ფასების კომისიის მუშაობას რომ დაუბრუნდეთ, წეგან თქვი რომ მონაცემებს წავიკითხავ, აი მხოლოდ აპრილის თვეში თევზზე ფასი 21%-ით არის გაზრდილი, მეტი даже 21.3%. ხორცი 10%-ზე მეტი, პურ პროდუქტები 7%-ზე მეტი. და აი ეს არის მოკლედ შედეგები. არაფერი სიკეთე არ ხდება არც ერთი ამ მიმართულებით, ეს შეიძლება ითქვას. და როდესაც საუბრობთ ხოლმე გადაცემებში ამ სოციალურ საკითხებზე, ხალხის გასაჭირზე, არის ესეთი მონაცემები მართლა შოკის მომგვრელი რა, რომელიც არ ვიცი, არ შეიძლება რომ არ შეგძრას. აი 800,000 პენსიონერიდან აბსოლუტურ უმრავლესობას 800,000-ზე მეტია კი 880,000 ალბათ. არის 850,000. უკიდურესად ძიმე მდგომარეობაში. საბანკო, სესხების და აი მძევალი უბრალოდ. სამაგეროდ ბატონი კობახიძე და მისი მთავრობა კარგად ცხოვრობენ, მთელი პარლამენტი და მთელი ეს ხელისუფლება მილიონერი და მულტიმილიონერია და გამოვლენ და ტელევიზიით გვეტყვიან, რომ ყველაფერი კარგად არის და ხალხს თურმე ისინი უყვარს. ხო, თქვენ მასკარადი ეს არის მასკარადი ზუსტად. მასკარადის ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველაფერი მასკარადია ჩვენს ირგვლივ რაც ხდება. ბავშვებიც, აი ბავშვების თემას რომ შევეხოთ 350,000 კი არა მეტი, 379,000-ზე მეტი, ანუ რეალურად 380,000 ბავშვი ოფიციალურად საარსებო შემწეობაზეა მიბმული, ანუ ეხლა აი ბავშვები არიან, დაავადებული ბავშვები რომ არიან და ამდენი ხანი არის აქცია და ითხოვენ იქ დაფინანსებას სწავლების. ამას არ აკეთებენ და ბანკეთში დახარჯავენ 70,000 ლარს, მაგალითად. აი ეს არის ამ ხელისუფლების სტილი. ჩვენ რომ შევეხოთ ამ თემას, მასკარადი არ არის, კაცო, მასკარადი მოაწყო ვითომ დებატების. გამოყავს ამ დებატებში სრულიად უცნობი ხალხი, არავინ რო არ იცნობს და არავინ რო არ არიან. და საზოგადოებისთვის ეს არის კობახიძის სტილი, თვითონ არაფერს არ წარმოადგენს და მოყავს ადამიანები, რომლებსაც არავინ არ იცნობს, რომ მათ დებატებში აჯობოს და ყველაზე მეტი ცირკი ისა, რომ ვერ ჯობნის. ვინც მოყავს, იმათაც ვერ ჯობნის. და მე აწერინებს თავის მომხრეებს, პოსტებს სოციალურ ქსელში, რომ პრემიერის მასტერ კლასი და სასაცილოა მართლა. გამოდის დებატებში ყველასათვის უცნობ ადამიანებთან და მარცხ ხდება ამ დებატებში. იმ უცნობ ადამიანებს ვერ ჯობნის, თვითონ მოყავს ეს ხალხი, რომ აჯობოს და ვერ ჯობნის და მე ვიღაცას Facebook-ში აწერინებს, რომ მასტერ კლასი აჩვენა პრემიერმა. ვისთან აჩვენა მასტერ კლასი? ვისთან აჩვენა მასტერ კლასი გამაგები? დიუშენი დაავადებულ ბავშვებს მინდა ამ სტუდიიდან, ჩვენი გადაცემიდან გამოვცხადო სოლიდარობა მათ მშობლებს ასევე. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით თქვა, რომ 100-მდე ბავშვი არის დიუშენით დაავადებული საქართველოში. ესმით მშობლებსაც, რომ ეს დაავადება განკურნებადი არ არის, აქ საუბარი არის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ბელგიის სამეფოში, აი რომ ადარებენ თავის თავს, ხო, ამ საფრანგეთი, გერმანია, ბელგია 800-მდე ბავშვი ყავთ დიუშენით დაავადებული, სპეციალური პაკეტი შექმნეს სადაზღვევო, 800-ვე ბავშვს უვლიან, უფრთხილდებიან, შემოვიდა თანამედროვე მედიკამენტები აპრობირებული და ესენი იცით რა პოლიტიკას აწარმოებენ, რომ ის წამალი საშიშია, ჩვენ ამას ვერ გავრის, თურმე ამერიკელებზე მეტად უყვართ ჩვენი ბავშვები. ამათ შეუძლიათ ამ ბავშვების პრობლემის გადაჭრა და უნდა გადაჭრან, არ სურთ, ესენი ყველგან და ყველაფერში ერთ პოლიტიკას ეწევიან. ამათ უნდათ, რომ ყველა პენსიონერი მოკვდეს, ყველა ავადმყოფი მოკვდეს, ყველანი მოუკვდეთ, აი ეს უნდა ამათ და დარჩენ მარტო ესენი. ესაა მათი პოლიტიკა და ჩვენ ამას ყველანაირი წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ. და ორ კვირაზე მეტია იმართება აქცია სახელმწიფო კანცელერიასთან, ბავშვები აი ინვალიდის სავარძლებით ათენებენ ღამეს და ფანჯრიდან უყურებთ ამ ბავშვებს, სირცხვილი თქვენ მართლა და თუ ეს პრემიერი არ ჩადის და არ ხვდება, იმიტომ რომ არ არის ეს ადამიანი გამორჩეული იმით, რომ გაიზიაროს ხალხის წუხილი და გულთან ახლოს მიიტანოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს მოუწოდე მეგუშინ, იმან მაინც გახსნას კარი, შექმნას რაღაცა ფორმატი, დაიწყონ ლაპარაკი იმაზე, რომ შევარჩიოთ მედიკამენტი.
ცოტა დრო დარჩა და ეს ხო არ არის ძნელი. მინდა ერთ საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ირანის ელჩმა ოფიციალური წერილი მისწერა ტელეკომპანია ობიექტივს. ეს წერილი ობიექტივმა მე გადმომიგზავნა მისი ასლი ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ იქ საუბარია ჩემს გამოსვლაზე და ირანის ელჩი საუბრობს იმას, რომ სკოლა ერთ-ერთ სკოლას მოხდა ჭურვი აფეთქდა, დაიღუპნენ ბავშვები და ასაფლავეს და თითქოს მე სადღაც ვთქვი რომ ეს არ მომხდარა. კონტექსტი ეგეთი ამ წერილის, მე ეს არ მithქვავს ამის თქმა მინდა და მთავაზობს რომ აი ჩამობძანდითო ჩვენი ხარჯითო, ჩამობძანდით ირანში, მიგიყვანთო, გაჩვენებთ ამ სკოლას, ამ სასაფლაოს. კი ბატონო, ობიექტივის ხელმძღვანელობა ალბათ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ოპერატორი, პროდიუსერი ჩავიდეს. მე უბრალოდ მინდა პირველი დაზუსტება გავაკეთო, რომ მე არ მithქვავს, რომ არ აფეთქდა რაღაც სკოლა და არ მithქვავს, რომ არ მოხვიდრია იმას, ესე იგი, ჭურვი არ მოხდა სკოლას, იქ აფეთქება არ მოხდა, ბავშვები არ დაიღუპნენ. მე ეს ფაქტი არც ვიცოდი იმ დღეს, როცა ეს მოხდა, მე გავაკეთე კომენტარი მეორე თუ მესამე დღეს, როცა ეს ფაქტი მოხდა. საერთოდ არ მithქვავს, რომ ეს არ მომხდარა, ან მომხდარა. მე მხოლოდ ის თქვი, რომ დასავლეთი თავის პასუხისგებლობას უარყოფს, არ იღებს პასუხისგებლობას თავის თავზე და არ ადასტურებს, რომ მან რომ მისი ჭურვით მოხდა ეს აფეთქება. მხოლოდ ეს თქვი. ანუ მე ვთქვი, რომ დასავლეთი არ ადასტურებს, რომ მისი მოქმედებების შედეგად მოხდა ეს აფეთქება და არ იღებს თავის თავზე პასუხისგებლობას. მე თვითონ ის ფაქტი არ მithქვავს, რომ არ მოხდა, ან მოხდა, საერთოდ ამაზე არ გამიმახვილებია ყურადღება. ეს ერთი თემა. და ეხლა ვეუბნები ამას. მეორე, რამდენადაც მე ვიცი და მინდა კვლავ ამ ეთერიდან ვთქვათ, რომ ტელეკომპანია ობიექტივის ეთერი თავისუფალი ეთერია. ობიექტივს ხავს ეს ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც ფლობს ჟურნალისტთა კავშირი და ჟურნალისტები არიან ბორცში, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და თქვენ ხედავთ, რომ ეთერი აქ ყველას აქვს. არის აქ გადაცემები ადამიანების, რომლებიც ირანს ხარს უჭერენ, წამყვანებიც კი არის, ვთქვათ, ჩემი აზრით, ნინო რატიშვილი არის ირანის ხარდამჭერი წამყვანი და მის ეთერში მუდმივად არის, ასევე გულბაც ხილაძე, რომელსაც ასევე ისიც ხარს უჭერს. და მე ვფიქრობ, რამდენიც მე ვიცი, ობიექტივმა გადაწყვეტილებაც მიიღო, თვითონ ირანის ელჩს დაპატიჟებენ ეთერში და მას ექნება საშუალება ისაუბროს, რაც სურს და გაუზიაროს მაყურებელს ირანის ხედვები იმ საომარ მდგომარეობაზე, რომელიც იქ მიდის. ეს თავისუფალი ეთერია. მე ვიცი უბრალოდ ობიექტივის ხელმძღვანელობაც მელაპარაკა, ვიცი რომ ირანის ელჩს დაპატიჟებენ და შეიძლება არაერთხელ დაპატიჟონ, რამდენჯერმე და თავისუფალი ეთერია და შეუძლიათ ისაუბრონ რაც სურს. რაც შეეხება ირანს. მაინც აქტუალური რჩება თემა და მოსახლეობა სულ აინტერესებს, რომ მდგომარეობა. რა მდგომარეობაა დღეს და რა საომარი ვითარებაა დღეს. პირველი ომი, რომელიც მიმდინარეობს, ერთის მხრივ არის ამერიკა, ისრაელი, ბრიტანეთი, კოალიცია, მეორეს მხრივ ირანი. ეს ომი გაგრძელდა 60 დღე და ამერიკამ 60 დღის თავზე შეწყვიტა საომარი მოქმედებები. რატომ? იმიტომ რომ ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა და კანონი იქ ითხოვს, რომ თუ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საომარი მოქმედებები დაიწყო, მე-60 დღეს ეს საომარი მოქმედებები უნდა გაჩერდეს და შემდეგ გაგრძელებისთვის საჭიროა კონგრესის, სენატის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო დეპარტამენტის შეთანხმება და ეხლა მიმდინარეობს ეს პროცესი. ამიტომ ამ პერიოდში ამერიკა პირდაპირ არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში, თუმცა ვთქვათ, ისრაელს და ირანს შორის ალაგ-ალაგ გრძელდება საომარი მოქმედებები. ნაწილობრივ მაინც არის რაღაცა სიმშვიდე. ეს ერთი. მეორე. დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტს ეს არ არის აკრძალული ამერიკის კანონებით, ბლოკირებული აქვს მთელი საზღვაო პერიმეტრი ირანისა, მთლიანად ბლოკირებულია. მათ შორის ორმუზის სრუტე, რომელზეც სულ ყველა ლაპარაკობს მუდმივად, ეს არის სრუტე სიგრძეში დაახლოებით 170 კილომეტრია, სიგანე ცვალებადია 40-დან 100 კილომეტრამდეა თითქმის იცვლება სიგანე.
აქ არის სულ 3 ქვეყანა წარმოდგენილი, ეს არის ირანი, ეს არის ომანი და ეს არის არაბეთის ემირატები. და მნიშვნელოვანი სრუტეა, იმიტომ რომ აქ გადის გემები, რომლებსაც დაახლოებით 25% ნავთობისა, სოფლიოს ვაჭრობის ნავთობზეა ლაპარაკი, მოცულობაზე 25% გააქვს და დაახლოებით 30%-ია ეთხევადი გაზისა. ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი. ირანს შეუძლია იქ გამავალ გემებს სარაკეტო დარტყმები მიაყენოს და ეს რა თქმა უნდა არ სიამოვნებს არავის, მაგრამ ეხლა ამერიკა იწყებს ამ გემების გაყვანას. თუმცა თავად ამერიკამ დაბლოკა ყველანაირი შესვლა ამ სრუტეში. რაც სინამდვილეში ეკონომიკურად ორ ქვეყანას აწყობს თუ დაუკვირდებით. აი ამ სრუტის პარალიზება აწყობს ორ ქვეყანას. ეს არის თავად ამერიკის შეერთებული შტატები და ეს არის რუსეთი. ასე რომ უნდა დავინახოთ, რომ აქაც სოფლიო პოლიტიკის ელემენტია. რეალურად ეხლა საუბარი რომ ირანი რაღაც ომს იგებს, საერთოდ არასერიოზულია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ საზღვაო ფლოტი პრაქტიკულად აღარ აყავს ირანს, პრაქტიკულად კი აღარ აყავს. გაანადგურა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაანადგურა საჰაერო ფლოტიც, 90% რაკეტებისა მთლიანად განადგურებულია, დარჩა მხოლოდ ისინი, რომელიც 100 მეტრის სიღრმეზეა. გამოცხადებული 50,000 გასანადგურებელი წერტილიდან 10,000-ზე მეტი უკვე მთლიანად განადგურებულია. ეხლა გაჩერებულია, ვთქვათ, ეს პროცესი. დაიწყო ორმაგი ქარხნების, ანუ რომლებიც სამხედრო პროდუქციასაც უშვებენ და სამოქალაქოს, მათი განადგურება და შემდეგ ამერიკა გადავიდა ისეთ ობიექტებზე, როგორიც არის ხიდები, როგორიც არის ელექტროსადგურები, ერთი ხიდი გაანადგურეს ჯერჯერობით, აქ ირანმა 100,000 კაცი დააყენა ყველა ამ წერტილთან და აქაც ახლა დემოკრატიული ქვეყნებია დაბომბა ვერ მოხდება, აი ეს მდგომარეობაა. თუმცა ყველა ლაპარაკობს სახმელეთო ოპერაციას და კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა. სახმელეთო ოპერაციის წარმოება არ არის ამერიკის ამოცანა. არ არის. კიდევ ვამბობ, რომ ჩვენ არ გვესმის სწორედ ამერიკის და დასავლეთის პოლიტიკა. სულ არის მაგალითი, რატომ გაიქცა ამერიკა ავღანეთიდან, იმიტომ რომ ავღანეთში მან ვერ ნახა ნიადაგი. ნიადაგი სადაც შეიძლებოდა ცივილიზაციის შეტანა. როდესაც მოისურვა ამერიკამ ნაყოფიერი ნიადაგი არ იყო, ვთქვათ, ქალები, რომლებსაც საერთოდ უფლებები არ აქვთ, სკოლაში არ სწავლობენ, წერა-კითხვა არ იციან, ავღანეთზე მაქვს ახლა საუბარი, წერა-კითხვა არ იციან. გარეთაც კი ვერ გადიან ნებართვის გარეშე და უბრალოდ მოისურვა, რომ განათლების შეტანა თვითონ ქალებმა თქვეს უარი. თვითონ, ამიტომ ამერიკამ თქვა, რომ აქ 50 წელი არ იქნება ნაყოფიერი ნიადაგი, რომ მე-20 საუკუნის ცივილიზაცია შევიტანოთ, არა მარტო 21-ს და წავიდა იქიდან. ეხლა ამერიკაში ვინც ადევნებს პრესას, ტელევიზიას თვალყურს, უზარმაზარი დებატები მიდის, არის თუ არა ნაყოფიერი ნიადაგი ირანში, რომ ოპოზიციამ შეცვალოს ხელისუფლება. სამხედრო ოპერაცია კი არ იქნება. წავა ხანგრძლივი პროცესი 60 დღიან ომში, ყველა ამოცანა გადაჭრილი არის. ეხლა წავა ხანგრძლივი პროცესი 1-2-3 წლიანი, რომ შიგნით სიტუაცია შეიცვალოს ისე, რომ ოპოზიციამ თვითონ მოახდინოს შიგნით თუ შეძლებს, მე არ ვიცი ეს, ირანის შიგნით თუ შეძლებს რევოლუციას. ჩვენ დავინახეთ, რომ სირიაში ეს მოხდა. ზუსტად 2.5 წელი დაჭირდა დაახლოებით და შეიცვალა ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლება. ეხლა ხდება ეს მალიში. აქაც სავარაუდოდ იგივე სქემა იქნება გამოყენებული. განაიარაღებენ ირანს და შემდეგ დაიწყება პროცესი სავარაუდოდ სამხედრო ოპერაცია. მე ასე მგონია, რომ არ იქნება, იქნება, ალბათ ეს გადაწყვეტილება იქნება და შეიძლება წლები დაჭირდეს, რომ შიგნით. აი ეს არის სქემა. არა ის, რომ გონია ვიღაცას, რომ იქ უნდა შევარდენ, დაიპყრონ, რაც თქვათ ერაყში მოხდა, ერაყში იყო სამხედრო ოპერაცია, სახმელეთო ოპერაცია. ჯერ სარაკეტო და ბოლოს იყო სახმელეთო. აქ არ მგონია, რომ ესეთი რამე მოხდეს. ეს არის რაც შეეხება ირანს. ჩვენ ვცდილობთ, რომ ნეიტრალურები ვიყოთ, როდესაც ამას საუბრობ და ფაქტები ავსახოთ. ვიმეორებ, ირანის ელჩს მიეცემა საშუალება მობრძანდეს ეთერში და ისაუბროს რაც სურს, მეც მზად ვარ, რომ შევხვდე, ვილაპარაკო, დებატებით შეგვიძლია გავმართოთ, არავითარი პრობლემა ამაში არ არის. ჩვენი დრო ამოიწურა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, არა მარტო ირანის ელჩისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ელჩისთვისაც ღია არის ობიექტივის კარი და ობიექტივის ეთერი. მობრძანდეს ნებისმიერი ელჩი, რუსეთის ელჩი, ირანის ელჩი, ჩინეთის ელჩი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ვინც გნება. ხშირად არის ჩვენი სტუმარი, რაც კარგია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.